სახელმწიფო ამბობს რომ ჩვენ რომ არ ბრალდებით და დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს ეს იმის გამო კი არ ხდება რომ გვიჭირს და ეკონომიკური პრობლემები გვაქვს. რა თქმა უნდა გვიჭირს. არა რომ სოციალურობაა პრობლემაო. არა, სოციალურობა აქ არაფერ შუაშია. არ შეცვლილა სოციალურობა? არა. ორი დღის წინ ლაპარაკობდა პარლამენტში გამოსვლის დროს ირაკლი კოპახიძე. ის ამბობდა რომ ადასტურებს ბუნებრივად დემოგრაფიული კატასტროფა აქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ გარდაცვალების მაჩვენებელი უსწრებს მშობადობის მაჩვენებელს უკვე რამდენი წელია და განახევრებულია ბოლო 10 წლის განმავლობაში მშობადობის მაჩვენებელი. მაგრამ ის ამბობს რომ ეს კატასტროფა უკავშირდება არა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, არამედ უკავშირდება მსოფლმხედველობას. ვისაც როგორ აწყვეტს ალბათ ისე ლაპარაკობს. მინიმუმ 1200-1300 ვარი საჭირო არის დღესდღეობით. სულ მცირე ეს მხოლოდ ბავშვები. ეს ამით ძვირია ჩვენს რეალობაში. როგორ? ეს ამით მაღალი ფასია ჩვენს მოცემულობაში. ეგ საშუალო მინიმუმი რომ პამპერსები, კაფები, ქვეშები და მოვლის საშუალებები, ელემენტალური სუდოკრემი და რაღაც ეგეთები. ბავშვის მოვლა ძალიან გაძვირებულია. 3 წლის ბავშვი მყავს. მადლობა ღმერთს, ბუნებრივად ყვებავიდან ამაში ფული არ მეხარჯებოდა. მაგრამ ძვირია. ძალიან ძვირია. ეხლა რა გიჩნდება დაახლოებით თვის განმავლობაში ბავშვის მოვლა? თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი ალბათ. 1000 საჯარო ბაღში ვერ მოვხვდით. ძალიან ანუ ადგილი არის, ხო? მაგრამ ვერ მოვხვდით ადგილი არ იყო. იცე უარი მივიღეს რაღაც 1 კვირის წინ და იძულებული გავხდი რომ კერძო ბაღში მიმეყვანა. ალბათ ჩემი ხელფასის 80% მიდის ბავშვის. რამდენს იხდით ახლა კერძო ბაღში? ირაკლი კოპახიძე შეეხო მას ორი დღის წინ. მან თქვა რომ ის რომ ჩვენ გვაქვს კატასტროფული მაჩვენებელი მშობადობაში ეს უკავშირდება არა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ უკავშირდება მსოფლმხედველობას. ეთანხმებით ირაკლი არა კოპახიძეს? სისულელია, რა თქმა უნდა სისულელია, იმიტომ რომ მე და ჩემი მეუღლე სტუდენტები ვართ ერთ ჯგუფელები ვიყავით სამედიცინოზე ვსწავლობდით და ან კარგა ხანს ვიკავებდით თავს და ოჯახებისგან და შვილის გაჩენისგან იმ ფინანსური პრობლემების გამო და არანაირი იმის გამო რომ ან ბავშვი არ გვინდოდა ან რაღაც შეხედულებები ქონდა სხვანაირი ამ საკითხთან დაკავშირებით. ფინანსური მდგომარეობის გამო შეიძლება ითქვას, რომ 4-5 წელი მაინც გავწელეთ ის, რომ ბავშვი ყოლოდა. თავი ფაქტორები რა არის თქვენ დაკვირვებით, რის გამოც ადამიანები თავს იკავებენ სოციალური მდგომარეობა, ეკონომიური მდგომარეობა და ეს სიტუხჭრე რაც ქვეყანაშია. ემიგრაცია? ემიგრაციაც რა გითხრათ, ანუ თუ ქვეყნის ეს კურსი გაგრძელდება, რაც ახლა არის და ამისკენ წავალთ, ჩემი პატარა გოგონა, ანუ სკოლაში რომელიც დადის, ჩვენ მხოლოდ მესამე კლასშია, მაგრამ უკვე ვფიქრობ, რომ ქვეყნიდან წავიდეს. გამარჯობა, რადგან ძვირი ჯდება ბავშვების ყოლა დღეს საქართველოში? ძალიან ძვირი, ძალიან. აი ეს ჩემი პატარა მაგალითად აუტიზმი აქვს და εν რაოდენობით ახლა გვინდა რომ უმკურნალოთ და შევინახოთ ბავშვი და ნორმალურად ვატაროთ. გვაფინანსებს რეაბილიტაცია, აბილიტაციას. მაგრამ დამატებით ხარჯები გჭირდებათ. რა თქმა უნდა, კერძოდ მკურნალობთ და დამატებით ხარჯები გვინდა. და ძვირი ჯდება ბავშვის მოვლა დღეს. საკმაოდ ძვირი ჯდება პამპერსი, რომელსაც ვყიდულობ ფასტაკლების გარეშე და ვცდილობ ფასტაკლების დღეებში ვიყიდო. ფასტაკლების გარეშე 66 ლარი ღირს. ფასტაკლების დღეებში სადღაც 50 ლარამდე ვაძლევ. ეს რამდენ ხანს ყოფნით? ნახევარით. ყვება კარგია რომ ბუნებრივზე მყავს, იმიტომ რომ საკმაოდ უთქუნა ბავშვი და დაახლოებით 1 კვირა არ ეყოფოდა ის საჭმელი, რომელსაც ვიყიდიდი და ისიც ფასები ვიცი დაახლოებით 70 ლარამდე ღირს. გარდა ამისა, ხო ჭირდება, ანუ ჰიგიენის ნივთების სხვა ჩასაცმელი რაღაც ესეთები ძალიან ძვირი ჯდება, მოკლედ საბოლოო ჯამში თუ გაცივდა წამლები არის კიდე ძალიან ძვირი. აი ელემენტარული პატარა გაციება, მე ექიმი ვარ და თვითონ მართავ სახლში, მაგრამ ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია 70 ლარი დაახლოებით მინიმუმ. ანალიზები ელემენტარული სისხლის საერთო შარტის საერთო სადღაც 100 ლარამდე არის და პლუს ამას მედიკამენტები, რომელსაც აგინიშნავ. დაახლოებით 1000 ლარი თვეში თუ გაცივდა ბავშვი ბანალურად გჭირდება. ამის გარდა კიდე ორი პატარა მყავს, ერთი სკოლის და ერთი ბაღისთვის და აი თქვენ სკოლის ხარჯები როგორია? თუ საჯარო სკოლაში გყავთ? საჯარო სკოლაში მყავს, მაგრამ მოსამზადებელში და მყავს მანამდე. იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებთ სახლში მეცადინეობას პატარას გამო და რა თქმა უნდა ესეც ანუ ერთ წრეზე დადის ცეკვაზე, ცურვაზე, რაც ერთი სახეობის სპორტი აუცილებელია ბავშვისთვის და დაახლოებით 1000 ლარამდე არის მისი ხარჯები. პლუს ბავშვებთან ერთად გასეირნება დაბადების ცენტრში. ანუ ერთი ბავშვი უხეშად რო თქვა, საშუალოდ 1000 ლარი მაინც ჯდება თვეში, ხო? კი. საბავშვო ბაღში 600 ლარს ვიხდით, სტუდიაში 400. რაც რა თქმა უნდა უკეთ
დიდი ხარჯებია ძალიან რა. ხო. მე მესმის რომ საშუალო შემოსავალი ითვლება ის შემოსავალი რომელიც ჩვენ გვაქვს არ არის ეს ანუ დიდი შემოსავალი და მოკლედ ძლივს ყოფნით ბავშვებს ესე შეიძლება ითქვას ყველა ვის ეხა მარტო არის ჩვენ უკვე 35-ს მივედით და მყავს დაოჯახებელი მეგობრები რომლებიც თავს აი ბიჭები ამბობენ ამას რომ ის შემოსავალი რაც აქვთ ყოფნის თვითონ და მეტი არ არის და როცა ცოლი და შვილი გეყოლება და უფრო შვილი არის რა თქმა უნდა ეს ფაქტორი ხარჯები ბევრად გაიზრდება და შემოსავალი არ იზრდება ფაქტია და ხელფასები ამ ქვეყანაში და შესაბამისად ერიდებიან რომ დაოჯახდნენ რეალურ ადამიანებთან მივიდნენ ისინი ყოველთვის ანუ რაღაც პერიოდი ფიქრობდი ამაზე და ყველა მათი შვილები საჯარო სკოლებში არავინ არ სწავლობს, ხო? სწავლობენ გამორჩეულად კარგ კერძო სკოლებში. და ძალიან ძვირად ღირებულ სკოლებში. ძალიან ძვირად რომელიც ხელი არ მიუწვდება ძალიან აი ბევრ მათ ოჯახს. შვილებსაც დარწმუნებული ვარ, არა აქვთ იმის ცდომა, რომ სიღარიბე ამ ქვეყანაში არსებობს, იმიტომ რომ ისინი მიდიან შავი ჯიპებით სკოლებში, იქედან მიყავთ ასევე შავი ჯიპებით, მეგობრობენ ბავშვებთან, რომლებიც ასევე ძალიან მაღალ ეკონომიურ ფენას მიეკუთვნებიან და არიციან რეალურად, რომ ბევრ ბავშვს ნაყინის ფული არ აქვს მშობელს რომ უყიდონ. როდესაც ხელისუფალი ხარ, უნდა ყველა ფენას ცვლებოდე და უნდა იცოდე რა ხდება რეალურად. უნდა იცოდე რომ საჯარო სკოლებში საპონი არ ასხია და სალფეთქი არ არის საპირფარეშოებში. და არის ბუფეტები, რომელშიც ღმერთმა იცის რა სჭამენ ბავშვები. საშუალო საცხოვრებლო მინიმუმი როგორც აქვს სახელმწიფოს აღნიშნული 500 ლარი, ანუ სასაცილო თანხა არის, როგორც იძახიან 500 ლარად ელემენტარული მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე თუ რაღაცას გასტანს ადამიანი თავს, ისიც რომ ელემენტარულში გამოიყენოს. დღესდღეობით რომ მაღაზიაში შეხვედე და რაღაცა საბაზო იყიდო, საბაზო მინიმუმის 40-დან 60 ლარამდე გინდა, როცა ადრე იყო 25-30 ლარი. ან 37 წლის ვარ. ფიქრობ, რა თქმა უნდა, მეორე ბავშვსაც, მაგრამ ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია გავაჩენ თუ არა. რატომ? ხარჯებთან დაკავშირებით. ანუ ეკონომიკური პრობლემებია? ანუ არაფერი არ მიდის უკეთესობისკენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რამდენიმე დღის წინ მას ჰქონდა პარლამენტში მოხსენება და მაშინ თქვა, რომ მან დაადასტრო, რომ არის კატასტროფა, დემოგრაფიული კატასტროფა ქვეყანაში, მაგრამ ეს უკავშირდება არა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებსო, არამედ უკავშირდება მსოფლმხედველობასო. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, ანუ მე ძალიან მინდა რომ ჩემ შვილს ზედმამიშვილი ყავდეს, არ მინდა რომ მარტო გაიზარდოს და ალბათ კი არა 99% მაინც იქამდე მივა რომ მეორე შვილი აუცილებლად უნდა გავაჩინო და უნდა მყავდეს. აი უფრო ადრეულ ასაკში რო გავთხოვილიყავი შეიძლება და ანუ გამერისკა, მაგრამ ეხა ამ ასაკში ესე უცებ ვერ მიიღებ სპონტანურად ამ გადაწყვეტილებას. მყავს მეგობარი, რომელსაც ერთი შვილი ყავს და ერთი ბავშვი მყავს და აი ამას მივხედო კარგად, მირჩევნია რომ უზრუნველყოფილი მყავდეს, ვიდრე 2 და 3 მყავდეს და ვფიქრობდე რა ჩავაცვა, რა ვაჭამო, როგორ ვასწავლო. ანუ მსოფლმხედველობა არაფერ შუაშია. მგონი რომ არა. ის ლაპარაკობდა ასევე რაღაც საგარეო ფაქტორზე, საგარეო იდეოლოგია, გარდანი ფასმოხული იდეოლოგია იყო და ამას ჩვენ ძლივს დავაღწიეთ თავიო. ალბათ გულისხმობდა ის deep state, რომელსაც ყველაფერს აბრალებს, რომ აი გარედან შემოსული ქართველები ბევრს რაღაცებს ყველა სხვას ვაბრალებთ და არა იმას, რაც რეალურად ხდება. არ ვიცი, შეიძლება მეც არა, მაინც მგონია, რომ ეკონომიკური პირობები საქართველოში. ეს არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც შობადობაში გვაქვს კატასტროფული მაჩვენებლები. ძალიან უჭირს და 9 შვილი ყავთ, 6 შვილი ყავთ. ხო, ეს როგორ ხდება? მაგრამ მე ის მინახავს, ანუ ეგეთი ოჯახები და მე მირჩენია რომ ერთი შვილი მყავდეს და მართლა უზრუნველყო, ვიდრე 6 მყავდეს და ვერ მოუარო. ძალიან მინდა რომ მყავდეს 2 და 3 შვილიც მყავდეს და არ მიწევდეს იმაზე ფიქრი, მაგალითად რა ჩავაცვა, აი ბავშვი გაიზარდა, შარშარ ერგებოდა ის დასაცმელი აღარ ერგება და როგორ უყიდო. რა ვაჭამო მაგალითად ბავშვს, მე ანუ განათლება როგორ მივაღებინო. ანუ გინდათ რომ ღირსეული გარემოში უკრად განვითარების. რა თქმა უნდა, მინდა. რასაც ჭირდება ფინანსები და ეს შეიძლება არ ქონდეს. ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება. ანუ ბავშვის სკოლა შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. არ არის ყოველთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად. და იაფთება ახლა ცხოვრება თუ ძვირდება? იაფთება ცხოვრება? ცხოვრება ძალიან ძვირდება. ძალიან. გაქვს მოდით რომ გაიაფთება, აი შექმნეს კომისია პარლამენტში. ანუ ზოგადად რაც ძვირდება, ის არასდროს აღარ იაფთება ხოლმე და რაღაცა თქო მგონია რომ არ გაიაფთება. არ გაქვთ იმედი რომ გაიაფთება. არა.
რას ნიშნავს ეს გვერდის როცა მთავრობა არ ამჩნევს ან არ იმჩნევს რეალურ პრობლემებს? ყველაფერს კარგად ვამჩნევთ. ჩვენც უბრალო ხალხი რაღაცებს არ ვიმჩნევთ. თორე განა ვერ ვამჩნევთ. შობადობა ნაკლებია. ხო, რატო ხდება ასე? ეკონომიური მდგომარეობა ახალგაზრდებს უჭირთ ხვალიდან დღეზე რო ფიქრობს და ოჯახებას ამუხრუჭებს და ოჯახთან უკვე თავს იკავებს ან საცხოვრებელი ფართი არ აქვს ემიგრაცია? ხელფასი არ აქვს ემიგრაცია თავისთავად ამიტომ გარბის საცხ გადადის რომ ნახოს სამუშაო და მოვიდეს და უბრალოდ საქართველოში როცა დაბალია შობადობის მაჩვენებელი ნაკლები ადამიანი აჩენს შვილს საერთოდ ეს რის გამოა თქვენი დაკვირვებით? რა თქმა უნდა ფინანსებთან უჭირს იმას მაგალითად მე დიდი სემოთ მინდა რომ გავაჩინო მესამე შვილი მაგრამ ფინანსებთან რომა დაკავშირებული ვერ ვრისკავ აი რეკრე კობახიძე ამბობს რომ ეს არ უკავშირდება ფინანსებს, ეს უკავშირდება მსოფლმხედველობას, ანუ მსოფლმხედველობის მიზეზით ხდება. არა. რაც უფრო მეტია ბავშვი საქართველოში და რაც უფრო მეტია ახალშობილი, მეტი განვითარება, მეტი ის იქნება პერსპექტივა ბავშვებისთვის, ისედაც მეტია უკვე. და მე ისე ვფიქრობ და სხვა არ ვიცი. ანუ არ იმჩნევს პრაქტიკულად ირაკლი კობახიძე რეალურად ხალხის პრობლემებს, ასე გამოდის. კი იმჩნევს, როგორ არის? ან თქვა ხაზგას მე შემიძლია ვიდეოს მოგასმენთ პარლამენტში აღნიშნა 2 დღის წინ რომ შობადობა კატასტროფული მაჩვენებელიაო, ანუ სტატისტიკის მაჩვენებელია ეს ახლა უბრალოდ ამას ვერავინ ვერ უარყოფს, მაგრამ ეს უკავშირდება არა ეკონომიკას და ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ უკავშირდება მსოფლმხედველობას, გარედან მოხვეული იდეოლოგია იყო საქართველოში. არა. მე ვფიქრობ კი იმჩნევს უბრალოდ ეს არის ჩვენი ფინანსებთან დაკავშირებული, რომ ვერ ვაჩენთ, იმიტომ რომ არ გვაქვს უკან ფინანსურად მაგარი ზურგი. რო ჩვენ იმ ბავშვს მივხვდეთ, ჩავაცვლოთ, დავახლოთ, ვასწავლოთ, აგერ სკოლა არის, ბაღის სკოლა, იქ 10 ლარი ჭირდება მასწავლებლის საჩუქარია, იქ დაბადების დღეა, იქ გასართობია, იქ საჩუქარია, ის ჩასაცმელია, ის ექიმია, ის წამალია, ექიმთან კონსულტაცია, ხო, ცეცხლის ფასია. ხო და ანუ საჯარო ბაღსა და საჯარო სკოლაში სწავლაც კი ძალიან ბევრი ფინანსებთან არ დაკავშირებულია. ქართული ოსების მთავრობა მოაგვარებს ამ პრობლემას, იგივე შობადობის. ხო, თუ ის არ ხედავს პრობლემას, დაინახავს. მე ვფიქრობ, რომ დაინახავს. რო შეხედავს, რომ საქართველოში უკვე ნაკლებად არის შობადობა, ხო? აი რაღაცა ზომებს მიმართავს და დაინახავს. რას უკავშირდება თქვენი დაკვირვებით დღეს საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფა? ახალგაზრდობა ეთყობა აღარ არის წავიდა. აღარ წერდება ახალგაზრდობა. მიგრაციას, მასიური მიგრაცია. ხელი უნდა შეუწყონ, აი ბინებია ძალიან მაღალი ფასებით. ახალ დაქორწინებულ მიცემ ბინები, შედარებით დაბალ ფასებში შეღავათებით, ან სესხი მიცემ და ეკნებათ აქ დადგომის და გაჩერების საშუალება. სიყვარულის დეფიციტია ალბათ მე ასე ახლა ქალსა და ვაჟს შორის სიყვარული კი არა მაქვს ფედერალში. საერთოდ აი თუნდაც იმ ბავშვების რაღაცნაირად არ არის გაცნობიერებული რომ კატასტროფის ზღვარზე ვართ რა. არა მე თან ხო საქართველოს ხატარებს უფრო მეტი კომფორტი ჭირდება. მოსდასაკში უკვე ჩვეულებრივ კვებაზეც გადადიან და უფრო ნაკლებია საჭირო მედიკამენტები კონკრეტული ტანის ამოსი და ასე შემთხვევაში რა ვიცი, ვისაც მრავალშვილიანია და უფრო მეტი ჭირდება. ერთზე ასე ვთქვათ, უფრო კომფორტულია და აი თვეში რამდენია თქვა იგივე ამასაკის ბავშვის ხარჯები? გააჩნია თუ კვებაზე ყავს შეიძლება 300 ლარიც არ იყოს ხელოვნურ კვებაზე ან რამეზე. ეს მარტო კვებას. მარტო კვებას. კი ბატონო. ის რომ შობადობის მაჩვენებელი მცირდება ქვეყანაში და გვაქვს კატასტროფული მაჩვენებელი, ხო? ეს რას უკავშირდება თქვენ? ეს უკავშირდება გაჭირვებას, ეკონომიკურ პრობლემებს, თუ უკავშირდება მსოფლმხედველობას, ადამიანების შეხედულებას, რომ არ უნდა გააჩინონ შვილი ან გააჩინონ ერთი შვილი. ალბათ ყველაფერი ერთად. ვისთვის როგორ ზოგისთვის მსოფლმხედველობა, ვისთვის ეკონომიკური პრობლემა, არის მრავალშვილიანი ოჯახები, რომელსაც შემოსავალი არ აქვს, მაგრამ შობადობა მაინც გრძელდება და ამიტომ გააჩნია ადამიანს და ხასიათს. შვილის გაჩენა ვის არ უნდა 1-ც, 2-ც, 3-ც, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობა განაგებს იმას, რომ 1-ზე და 2-ზე შეჭერდეს ადამიანი. ანუ ძვირი ჯდება დღეს ბავშვის. რა თქმა უნდა, ეკონომიური და მატერიალური პრობლემები არსებობს საქართველოში და იმედია მალე აღმოიფხვრება უკვე ხელისუფლებას დაუწყია ამაზე ზრუნვა და ნახოთ. ჯერაც რომ დაიწყო ამაზე ზრუნვა ხელისუფლება? გონი კი. რაში გამოიხატება? არ ვიცი, რაღაც ტელევიზიიდან რო გადმოცემენ, ნაწილობრივ ვუყურებ ხოლმე და აი ამიტომ და იმედი მაქვს. ხო, მაგრამ კობახიძე ამბობს, რომ მისრობა დღეს გვაქვს დემოგრაფიაში კატასტროფული მაჩვენებლები, ეს უკავშირდება არა ეკონომიკას და სოციალურ პრობლემებს, არამედ უკავშირდება მსოფლმხედველობას.
გარედან მოხმული იდეოლოგიის ბრალიაო და ამას ჩვენ ძლივს დავაღწიეთ თავიო. შვილის გაჩენა არც ერთ პრობლემას არ უკავშირდება, მგონი ერთადერთი ის არის, რომ ოჯახს უნდა რჩენა დღესდღეობით და არის რა გითხრათ, როგორ ახსნა ვეღარ ხვდები. ანუ სიდუხჭირას უკავშირდება ის, რომ ჩვენთან გარდაცვალების მაჩვენებელი ასწრებს შობადობის ყველაფერი მომატებული არის, თუნდაც ბავშვის ქალთან დაკავშირებული ექიმთან ვიზიტი, ყველაფერი. ეს თუ კლებადი იქნება და ხელმისაწვდომი იქნება, რა თქმა უნდა, გამრავლდება ოჯახებიც, ერიც ძვირიჭდება და რა ვიცი, ახლა თეატრში მუშაობ და ვიცი საკვები როგორი. აი თქვენ პამპერსი რა ღირს თქვენ ბავშვის ყველაზე იაფი. ყველაზე აფი 20 ლარი 25. ეკონომიკური პრობლემები და ცოტა სიზარმაცის ამბავიც არის. ფიქრობენ გამრავლებაზე, როგორც ევროპის ქვეყნებშია, სადაა ეს გამრავლება. და იგეს უჭირან ჩვენსავი, არა. ბავშვის განსაცვლიდი საუბარი. ძიძა უნდა, კაფის სამსახური უნდა გქონდეთ, ან მე მაგალითად მე თვითონ დავტოვე და ჩემ შვილიშვილს მეუღლე მე სხვას ვერ ვენდობდი ბავშვს. ყოლა რამდენად რთულია, რამდენად ძვირიჯდება მოკლედ ბავშვის ყოლა. საკმაოდ. თუ მსმენთ ირაკლი კობახიძეს, მან თქვა, რომ ეს დემოგრაფიული კატასტროფა უკავშირდება არა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ უკავშირდება სოფლ მხედველობას. ეთანხმებით თუ არა მის ამ შეფასებას? ნაწილობრივ იმასაც ვეთანხმები, კი. არის ნაწილობრივ ასეთაც არის. ტენდენციაც წამოვიდა ესეთი, რომ ერთი შვილის სკოლას აპირებს ყველა. ფაქტიურად ჩემს გვერდზე ვინც არის ყველა. მეტი არც უნდა. ანუ ეს არ უკავშირდება ეკონომიკურ მდგომარეობას? ეკონომიკური უდიდესია ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ტენდენცია არის ესეთი, რომ ერთი შვილი საკმარისია. ძალიან რთულია, მე გამემართლა ჩემი ქმარი მუშაობს კარგად გზზე. დაანჭი რა მოგახსენოთ. ასე რომ გამემართლა იმით, რომ ქმარი მუშაობს და საკმაოდ ძვირია, ძვირადღირებულია, იმიტომ რომ ეკონომიკურ პრობლემებზეა დამოკიდებული ყველაფერი, იმიტომ რომ ბავშვს ბევრი უნდა. ბავშვის განათლება ნომერპირველია, ჩემი აზრით. როცა არა გაქვს ფიზიკურად ამისი შესაძლებლობა და მონაცემი, რომ ძუძუთი კვება და ლაქტაციით მიმართავ ხელოვნურ კვებას, თუმცა სააფთია ქოქსელებში იმდენად გაძვირებულია ხელოვნური კვების ხარჯები. რა გიჯდებოდათ? კვირაში დაახლოებით 200-300 მეტი. მეუღლე არის მეზღვაური, წუდებით ამ ხარჯებს, თუმცა სახელმწიფო ხარჯებით და ბიუჯეტით ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით უფრო რთული იქნება. პამპერსი რა ჯდება მთელი თვე? დაახლოებით ერთი შეკრა 70 ლარი, თუ ფასდაკლებით შეიძენ 40, ნუ გააჩნია რას ყიდულობ რომელ კონკრეტულ ფირმას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბიუჯეტურია. ეს რამდენ ხანს ყოფნის ერთი შეკრა? ერთი შეკრა დაახლოებით ტყუპებთან 2-3 კვირა. ანუ კერძო სტუდია რა ცხადია 350-400 ლარი. ეს მხოლოდ ერთი ბავშვი და ტყუპების შემთხვევაში არ ვიცი რამდენად იქნება შეღავათი. იმდენად გაძვირებულია ბავშვის მოვლის ხარჯები, მე პირადად ხო ძალიან დიდი ხანი ვნატრობდი, რომ შვილი მყოლოდა, ტყუპები მყავს შეძენილი ინვიტრო განაყოფიერებით და რა თქმა უნდა მინდა რომ კიდევ მყავდეს, მაგრამ რომ ვფიქრდები მომდევნო ხარჯებს ვფიქრობ არც თუ ისე მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება. აი შვილზე დიდი სიმდიდრე არ მგონია ადამიანისთვის რაიმე არსებობდეს, მაგრამ მიუხედავად ჩემი წინა გავლილი ისტორიისა, ვფიქრობ, რომ მესამე შვილის ყოლა არის დიდი პასუხისმგებლობა და უნდა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს რა პირობებში მოუწევს მის შვილს შემდეგში ცხოვრება. ყველაფერი ძვირია და ბავშვის რაღაცები რო ძვირია, მაგი უკვე არაა გასაკვირი. ბაღში დადის სტუდიაში. სტუდიაში. ეს რა გიჯდება თქვა თვეში? არა, ძვირი არა, მაგრამ ნახევარ განაკვეთია და 280 ლარს ვიხდით. 280 ლარი ნახევარი განაკვეთი, ხო? ნახევარი განაკვეთი, დიახ. აი თქვენ სასკოლო პერიოდია, მოსამზადებელი პერიოდია. თუ არ უკავშირდება სოფლმხედველობას, ანუ მოსაზრებებს, მათ პოზიციებს თუ გაჭირვებას? არა, გაჭირვების ბრალი არა, ვისაც უფრო მეტი აქვს, ის უფრო იკავებს თავს დღეს. მე ასე ვფიქრობ, ასე ვხედავ უფრო სწორად. ბაღის შემთხვევაშიც იმ დროისთვის 350 ლარს ვიხდიდი, ესეც ფაქტიურად ბათუმის პირობებზე საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ საჯარო ბაღში რატო არ დაკავდათ? პირობები არ მოწონდა. და სხვათა შორის ბოლო წელი გადავიყვანი, იმიტომ რომ წინა სასკოლოზე ვამზადებდი და დღემდე საშინლად იხსენებს ჩემი შვილი იმ ბოლო ერთ წელს, იმიტომ რომ კვირაში ორჯერ დამყავდა. და აი ამის გამო ისულელით მიმაჩნდა უკვე ფულის გადაყრა კერძოში. ასე საჯარო ბაღში ადგილებიც რაოდენობა მცირეა, ხო შეიძლება არც მოგიწიოს ადგილი. კი, მსმენია ვისაც დაყავდა ისევე მეგობრებიდან, მაგრამ ხო მე არ განხილვაში თან მქონია. ბავშვებსაც ვერ აქცევენ, სათანადო 35 ბავშვს ერთი მასწავლებელი და ერთი
და ძალიან ვთქვი რომ დაიმოწმო და ყურადღება მიაქცია. აი საშუალოდ ამასაკის ბავშვები რომლებიც ახლა თქვენ გყავთ თვეში რა გიჯდებათ საშუალოდ ბავშვის კვება შენახვა ტანსაცმელი სხვა ხარჯები ძალიან სწავლის კუთხით მიჯდება 750 ლარი მხოლოდ სწავლა კვება და ტანსაცმელზე უკვე ლაპარაკი არც კი დამითვლია და რა მხელა ბავშვი 13 წლის შვილი მყავს როცა დემოგრაფიული პრობლემები არსებობს ქვეყანაში ამის მიზეზი რა არის თქვენი აზრით არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები თუ მსოფლმხედველობა ადამიანების ვფიქრობ ალბათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მეტად ეს დალხენილი ცხოვრება რომ იყოს ალბათ ამდენი ფიქრი არ მოყვებოდა ბავშვის გაჩენას ასე ვფიქრობ შეიძლება ვცდები მაგრამ მგონი ახერხებს მაინც ხო ანუ უფრო ეკონომიკური ფაქტორებია კი ერთი შვილი მყავს ეხლა დამნესო ახარჯა წარმომიდგენია 2 და 3 რომ მყავს ღმერთმა ყველას მისცეს და გაუზარდოს და ჯანმრთელად უმყოფოს მე არ ვიცი თუნდაც ექიმთან მისვლა ახ იმაზე ფიქრობ მშობელი რომ რა მოაკლო მეორე და მესამე შემთხვევაში უნდა მოაკლო ხო სიგურეში ყველაფერზე მოვარგე რომ ინტერესის სფერო დაეკმაყოფილებინა რაღაცა მოწონს რაღაცა აღარ მოწონს აი ფრენბურთი უნდა და აღარ უნდა ესე მაგრამ ყველა ხო ამას ვერ შვება და არიან ბავშვები რომლის ტალანტიც იკარგება მაგალითად ჩემს საერთოდ არ აქვს რაღაც ის უნარი მაგრამ ის ბავშვი რომელსაც არ აქვს ამის საშუალება მშობელს არც კი უცდია ხო აი რომ მოიწონებოდა თუ არა ბავშვს თქვენ რაღაც კონკრეტულად შვილი ვისაც ყავს ახლა მე რომ რაღაცას ვამბობ მე უკვე სიტყვებსაც უკვირდები სად რა ვილაპარაკო რომ სხვას რაღაცა ეკალად არ მოხდეს ეს ჩემი სიტყვები იმიტომ რომ უთხარი ამ რაღაც იმას როგორ უნდა და ჩემი შვილი 5 წელი მაგას მე ციგურებში აი 20 ლარი ღირდა ეხლა 60 ლარი მაგარი 20 ლარი რო ღირდა და ქალმა ის ვერ მოიხერხა ნუ იმ ბავშვის იმაზე ახლა წარმოდგენაც არ მინდა როგორი გულდაწყვეტილია რა ქნას იმიტომ რომ რაღაცა 2 კაპიკი შეაქრო გამოკვებოს და ელემენტარულად ჩააწვას მის შვილს გარედან თავს გვახმოვდნენ რომ არ იყო საჭირო ოჯახი ეთყობა ეს იდეოლოგიური ეს იყო წნეხი იყო ჩვენზეო და აი ამიტომაც იყო შეფერხება დემოგრაფიაშიო ანუ ფიქრობთ რომ შეიძლება მსგავსი რამ იყოს თქვა იგივე ევროპული ღირებულებების გამო ადამიანები არ ოჯახდებიან ან არ აჩენენ შვილებს მსგავსი რამ შეიძლება წარმოვიდგინოთ ასაკი 10 თუ 19 და 20 წლის ახალგაზრდები ქმნიან ოჯახს ეხლა 20-30 წელზე გადაიწია იმიტომ რომ განათლება დაფასდა ანუ ადამიანი დამოუკიდებელი გახდა უფრო მეტად ხო და ეხლა ყოველთვის იყო ეს ყოველთვის ქმნიდნენ ოჯახებს და ყოველთვის შეიქმნება ოჯახები უბრალოდ ბევრ ამაზე ვფიქრობ ანუ სიდუხჭირე მთავარი მიზეზი არის ეგ ემიგრაცია ხომ არ შეიძლება იყოს კი ასევე ერთ-ერთი მიზეზი ეგეც მაგის გამო არის რატომ მიდის აბა ქართველი საქართველოს